დაგიბრუნდით ძველი ინტროთი, ანუ იმ ინტროთი, რომელიც რა ვიცი, წლების თუ არა, ნუ ხო რა, 1-2 წლის წინ მაინც ჰქონდა ბოლოს და დიდი ხანი აღარ გამოგვიყენებია და რაღაცნაირი ნოსტალგიურია. დღევანდელი ჩვენი თემა შეეხება ფრაზულ ზმნებს და დღეს იქნება მეორე ნაწილი ფრაზული ზმნების. ვისაც არ გინახოთ პირველი ნაწილი, შეგიძლიათ რომ ნახოთ და ამის შემდეგ უყუროთ უკვე ამ ვიდეოს. ამ საკითხს, ამ თემას ექნება მესამე ნაწილიც და ამოიწურება გამომდინარე იქიდან, რომ ეხლა ჩვენ ფრაზულ ზმნებს რო ავდგეთ და ჩავუშვდეთ, შეიძლება წლობით მარტო ფრაზულ ზმნების გავლას მოუნდეთ და ანუ ამაზე არ მინდა რომ ძალიან დიდი დრო დაიკარგოს. ამას თავისთავად შევისწავლით პროცესში და ვსწავლოთ კიდევაც პროცესში ჩვენ დაუნებურად ყოველდღიურობაში. მოდი შეგვიძლია რომ დავიწყოთ ჩვენ დღევანდელი გაკვეთილი და პირველი ასეთი ფრაზული ზმნა. ეს არის come back. Come back შეიძლება ბევრისთვის ნაცნობი იყოს. Come back ნიშნავს დაბრუნებას. და ეხლა უკვე წინა დადება. I will come back home at 6 o'clock. I will come back home. ანუ ნახეთ I will come back home. ხო, ანუ მე სახლში დავბრუნდები at 6 o'clock. 6 საათზე. არ არის მე მგონი არაფერი გაუგებარი. Come back ნიშნავს დაბრუნებას და ანუ მე დავბრუნდები სახლში 6 საათზე. ასევე come back-თან დაკავშირებული შემდეგი წინადადება He told me to come back tomorrow. He told me, ანუ მან მითხრა to come back tomorrow. რომ ხვალ დავბრუნებულიყავი. He told me to come back tomorrow. ანუ მან წარსულში მითხრა რომ ხვალ მოვსულიყავი, დავბრუნებულიყავი. გასაგებია მგონი ფრაზული ზმნა come back. გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი ეს არის go out. Go out ეს არის რაღაც გასვლა, ითქვათ სახლიდან რომ სადმე გავვალ თან რაღაც დასვენების დღეებში რომ გავდივართ, აი გასვლა რა. Go out. Let's go out for dinner tonight. Let's go out. მოდი დღეს გავიდეთ for dinner tonight. ანუ მოდი დღეს საღამოს გავიდეთ გარეთ ვისადილოთ. ან მოდი დღეს საღამოს სადილისთვის გავიდეთ გარეთ. ორივენაირად შეიძლება. Let's go out. მოდი გავიდეთ, ხო go out გასვლას ნიშნავს for dinner tonight. ანუ ღამე დღეს საღამოს გავიდეთ და ვისადილოთ. შემდეგ ასევე ამ ფრაზულ ზმნასთან დაკავშირებული წინადადება She loves to go out with her friends on weekends. She loves to go out. მოდი ესე დავყოთ. She loves to go out. ანუ მას უყვარს, ან ძალიან უყვარს გასვლა with her friends, მის მეგობრებთან ერთად on weekends, შაბათ-კვირას. ეხლა რომ გავაქართულოთ, ეს იქნება რომ მას ძალიან უყვარს მეგობრებთან ერთად გარეთ გასვლა შაბათ-კვირას. She loves to go out with her friends on weekends. ანუ ჯერ გვაქვს go out გასვლა, შემდეგ გვაქვს ხო ვისთან ერთად with her friends, ანუ მეგობრებთან ერთად და როდის on weekends, შაბათ-კვირას. weekends-ზე რა. შემდეგი give up. Give up ეს ნიშნავს დანებებას და გისურვებთ რომ არასდროს არ დანებებულიყავით და არასდროს არ არასდროს არ დაგჭირვებოდეთ იმის თქმა რომ დანებდით. მე ამას გისურვებთ. და უკვე წინადადება don't give up. You can do it. Don't give up. You can do it. არ დანებდე. Don't give up. არ დანებდე. You can do it. შენ ამას შეძლებ. You can do it. შენ ამას შეძლებ. He wanted to give up because the task was too hard. ნახეთ, he wanted to give up. ანუ მას უნდოდა დანებება. He wanted to give up because რადგან the task was too hard. Task არის დავალება. The task was too hard. Hard არის რთული, ხო? ანუ მას უნდოდა დანებება, რადგან დავალება ძალიან რთული იყო. He wanted to give up because the task was too hard.
გასაგებია მგონი, ხო? შემდეგი ფრაზა put away. Put away ნიშნავს რაღაცის დალაგებას, თავის ადგილზე დადებას. ახლა წინდებაში უფრო კარგად გავიგებთ. Please put away your toys after playing. Please put away your toys after playing. ანუ თხოვ სათამაშოები მოაწესრიგე, დროპი აქვს, ნახეთ, თავის ადგილზე დაალაგე თამაშის შემდეგ. ანუ თავისი ადგილი მიუჩინე. Please put away your toys after playing. ანუ ამას შეიძლება თქვა შვილს ან თქვა ვიღაცასთან ვისთან ცხოვრობთ, ხო? და თქვა ბავშვს ვუვლით ან ასე შემდეგ, უთხრათ აი ეს ფრაზა, რომ Please put away your toys after playing. თხოვ სათამაშოები მოაწესრიგე თავისი ადგილზე დაალაგე თამაშის შემდეგ. ანუ თავისი ადგილი მიუჩინე. ასევე ამ იგივე ფრაზა She put away the dishes after dinner. She put away the dishes after dinner. ანუ მან ჭურჭელი დაალაგა სადილის შემდეგ. Put away დაალაგებას ნიშნავს, ესე იგი რაღაცისთვის თავისი ადგილის მიჩენას. She put away the dishes after dinner ნიშნავს მან ჭურჭელი დაალაგა after dinner ისა სადილის შემდეგ after dinner. შემდეგი ფრაზა ბევრისთვის ნაცნობი იქნება დარწმუნებული ვარ, ეს არის check in. Check in-ი ნიშნავს დარეგისტრირებას. სასტუმროში, აეროპორტში რა ნებისმიერ ადგილას check in არის რეგისტრაცია, სადაც დავფიქსირდებით, რომ ჩვენ ვართ, ნამდვილად ჩვენ ვართ. ანუ მაგალითისთვის ახლა განვიხილოთ check in-თან დაკავშირებული წინადადებები. We need to check in at the hotel before 3 p.m. ეხლა ცოტა რთული წინადადება არის შეიძლება, მაგრამ განვიხილავ ესე ნაწილ-ნაწილ. We need to check in. ანუ ჩვენ გვჭირდება, ჩვენ უნდა დავრეგისტრირდეთ. We need to check in at the hotel სასტუმროში before 3 p.m. 3 საათამდე. ეხლა ქართულად რო ვთქვათ, ჩვენ სასტუმროში უნდა დავრეგისტრირდეთ 3 საათამდე. უნდა დავჩეკინდეთ. ეხლა საქართველოში ეს ბარბარიზმია. არ ვარ მე ბარბარიზმის მომხრე, თუმცა უამრავი ადამიანი იყენებს დავჩეკინდი, მოდი დავჩეკინდეთ. ხო, ანუ ძალიან შემოვიდა ეს. არ აქვს ჩემს მნიშვნელობა ის რა ენის ბარბარიზმია, ბარბარიზმის არ მივესალმები არც ერთ ენაზე. Check in, მოკლედ გავიგეთ, რომ არის რეგისტრაცია. We need to check in at the hotel before 3 p.m. ნიშნავს, რომ ჩვენ სასტუმროში უნდა დავრეგისტრირდეთ 3 საათამდე. Did you check in for your flight online? ნახეთ, did you check in for your flight online? ანუ check-in-ი გავიგეთ ხო, რაც არის flight არის ფრენა. ანუ ხომ არ დარეგისტრირებულ ხარ online ფრენისთვის, ან ხომ არ დარეგისტრირდი online ფრენაზე. ორივენაირად შეიძლება გავიგოთ. Did you check in for your flight online? ხომ არ დარეგისტრირებულ ხარ online ფრენაზე. ან ფრენისთვის, რა ვიცი, როგორც უფრო კარგად ჟღერს. შემდეგ check out, ანუ check in თუ იყო რეგისტრაცია, check out ეს არის რეგისტრაციის დასრულება, ანუ გასვლა, მაგალითად სიტყვაზე სასტუმროდან გასვლა, check out-ის გაკეთება, ანუ ვტოვებთ ჩვენ სასტუმროს, ანუ ჩვენი იქ ყოფნა სრულდება იმ მომენტში. We will check out of the hotel tomorrow morning. ნახეთ, we will check out of the hotel tomorrow morning. ანუ ჩვენ სასტუმროდან ხვალ დილით გავალთ. We will check out of the hotel tomorrow morning. ანუ ჩვენ სასტუმროდან ხვალ დილით გავალთ. და ასევე კიდევ ერთი წინადადება check out-თან დაკავშირებული. Don't forget to check out before 12 p.m. Don't forget, ანუ არ დაგავიწყდეს to check out, ანუ გასვლა before 12 p.m. 12 საათამდე. გასაგებია მგონი, ხო, check-in-ი იყო რეგისტრაცია, check-out-ი არის გასვლა, ანუ რეგისტრაციის დასრულება. შემდეგი ფრაზა გვაქვს ასეთი, take care of. Take care of ნიშნავს მოვლას. Take care
აი, ხშირად დარწმუნებული გაიგიათ, ვინც, უცხოეთში ვინც ხართ, მით უმეტეს დარწმუნებული ვარ, რომ ხშირად გესმით ეს ფრაზა. ეს არის მოვლა, ზრუნვა. მოდი, ახლა განვიხილოთ უკვე კონკრეტული წინადადებები. She always takes care of her younger brother. She always, ანუ ის ყოველთვის, ის მდედრობითი სქესი ხო, ანუ რადგან she არის, takes care, უვლის, ზრუნავს of her younger brother. თავის პატარა ძმაზე. ან ის ყოველთვის უვლის თავის პატარა ძმას. ორივენაირად შეგვიძლია გავიგოთ. Can you take care of my dog while I am away? ნახეთ. Can you take care of my dog? შეგიძლიათ ჩემ ძაღლს მოუარო სანამ მე არ ვიქნები, ან სანამ მე არ ვარ? Can you take care of my dog while I'm away? ანუ მოვლა ხო ზრუნვა. Take care. Take care of. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელიც ყოველდღიურობაში თუ არა, ანუ ყოველ შემთხვევაში ძალიან ხშირად დაგჭირდებათ, თუ უკვე არ გჭირდებათ. შემდეგი. Put up with. Put up with არის რაღაცას შევეგუებით, აი შეგუება. აი მაგალითად ახლა წინადებაში უფრო კარგად გავიგებთ. I can't put up with this noise anymore. I can't put up, ანუ მე ვერ ვეგუები with this noise anymore. ამ ხმაურს, ანუ ქართულად რო ვთქვათ, ხო, ეხლა ამ ხმაურს ვერ ვეგუები, აი რაღაც ხმაური რო გვესმის და უკვე ნამეტანი რო არის რა. I can't put up with this noise anymore. ანუ ამ ხმაურს ვეღარ ვეგუები, ვერ ვეგუები. She had to put up with her noisy neighbors. She had to put up, ანუ მას მოუწია to put up her noisy neighbors. ანუ მას მოუწია თავისი ხმაურიანი მეზობლების ატანა. Neighbor არის მეზობელი. Noisy არის ხმაურიანი. ანუ she had to put up with her noisy neighbors. ნიშნავს, რომ მას მოუწია თავისი ხმაურიანი მეზობლების ატანა. შემდეგი ფრაზა. Call back. Call back არის უკან დარეკვა, ანუ გადარეკვა. ვიღაცა რო გვირეკავდა და ვთქვათ I will call you back. ანუ გადმოგირეკავ. Call back. უკან გადარეკვა. I will call back later because I'm busy now. ანუ მე დაგირეკავ მოგვიანებით, რადგან ახლა დაკავებული ვარ. ანუ მოგვიანებით გადმოგირეკავ, ახლა დაკავებული ვარ. I will call back later because I'm busy now. Busy არის დაკავებული, რო არ ვცალია. მე დაგირეკავთ მოგვიანებით, რადგან ახლა დაკავებული ვარ. He didn't answer the phone, so I will call back later. ანუ he didn't answer the phone, ანუ მან ტელეფონს არ უპასუხა, ამიტომ ისევ დავურეკავ. So I will call back later. მოგვიანებით, ანუ ისევ დავურეკავ მოგვიანებით. და ჩვენი გაკვეთილის ბოლო ფრაზულის მნა დღევანდელი გაკვეთილისთვის ეს არის find out. Find out ძალიან ლამაზი ფრაზაა, რაც ნიშნავს გაგებას, რაღაცის გარკვევას. Find out. I need to find out what time the meeting starts. I need to find out, ანუ მინდა გავიგო, მინდა გავარკვიო, როდის იწყება შეხვედრა. What time the meeting starts. ნახეთ, find out, გაგება, გარკვევა. მოკლედ, დღეს ჩვენ გავიარეთ ფრაზული ზმნების მეორე ნაწილი. აქაც როგორც პირველ ნაწილში იყო 10 ფრაზული ზმნა. ამორჩეული მაქვს მხოლოდ ისეთი ტიპის ფრაზული ზმნები, რომლებიც ჩვენ ყოველდღიურობაში გამოგვადგება და დაგვჭირდება და მოკლედ შემიძლია დღევანდელი გაკვეთილი დასრულულად გამოვაცხადო, წარმატების გისურვებთ ყველას და გთხოვთ რომ მოიწონოთ ვიდეო, დააკომენტაროთ ნებისმიერი სიმბოლო არ აქვს მნიშვნელობა, რადგან სხვა ადამიანებმა, ვისაც სურთ ინგლისურის უფასოდ შესწავლა, მიეცეთ იმის საშუალება, რომ ამოუგდოს YouTube-მა ჩვენი არხი და გადმოვიდნენ და გაიგონ ჩვენ შესახებ. მადლობა ყველას ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.